준비하고 나 맡은 일 충성 Your kingdom come რჯულის მცოდნემ იესოს კითხვა დაუსვა გამოსაცდელად. რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე მივიღო? რა არის დაწერილი რჯულში? გიყვარდეს უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, სულით, ძალითა და გონებით და მოყვასი შენი როგორც თავი შენი. სწორად მიპასუხე. ასე მოიქეცი და მიიღებ საუკუნო სიცოცხლეს. მაგრამ რჯულის მცოდნეს თავის გამართლება უნდოდა და ამიტომაც ჰკითხა იესოს. ვინ არის ჩემი მოყვასი? იესომ პასუხად ერთი ამბავი უამბო. ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონში მიდიოდა, როცა ყაჩაღებს გადაეყარა გზაზე. ჰეი, შენი ფული და ტანსაცმელი მომეცი. მე წავიღებ ყველაფერს და ჩემი იქნება. არა, გთხოვთ, დამიბრუნეთ ყველაფერი. გონიჭკუის სწავლება არ გაწყენდა. ეგეც შენ. ვაი, უი. ყაჩაღებმა კაცს ტანსაცმელი წაართვეს. სცემეს ის და ცოცხალმკვდარი დატოვეს გზაზე დაგდებული. კაცი ისე იყო ნაცემი, რომ ადგომა არ შეეძლო. უეცრად ფეხის ხმა მოესმა. გზაზე მღვდელი მოდიოდა. მღვდელი ისაა, ვინც მსხვერპლს სწირავს ღმერთს ტაძარში. მადლობა ღმერთს, მღვდელი მოდის. ის აუცილებლად დამეხმარება. გთხოვთ დამეხმარეთ. ვაი, დამეხმარეთ. მღვდელმა დაინახა ის კაცი, მაგრამ გვერდია უარა და წავიდა. ცოტა ხანში კიდევ გაისმა ფეხის ხმა. გზაზე ლევიანი მოდიოდა. ლევიანი კი ისაა, ვინც მღვდლებს ეხმარება ტაძარში. ვაი, ლევიანი მოდის. ის აუცილებლად დამეხმარება. გთხოვთ დამეხმარეთ. გთხოვთ, მიშველეთ. ლევიანმაც დაინახა გზაზე დაგდებული კაცი, მაგრამ მანაც გვერდია უარა და წავიდა. კაცი სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. ცოტა ხანში კიდევ გაისმა ვიღაცის ფეხის ხმა. ვიღაც კაცი მოდიოდა ვირზე მჯდარი. ის სამარიელი იყო. სამარიელები კი ისრაელიანებს არ უყვარდათ და ზედაც არ უყურებდნენ. არც მღვდელი გაჩერებულა, არც ლევიანი ჩემს დასახმარებლად. დარწმუნებული ვარ ეს სამარიელიც გვერდით ჩამივლის. ძალა მეცლება. ალბათ მალე მოვკვდები. კაცი ძალიან დასუსტებული იყო და იმედი თითქმის აღარც ჰქონდა, როცა რაღაც გასაოცარი მოხდა. სამარიელი ვირიდან ჩამოხდა და კაცს მიუახლოვდა დასახმარებლად. რამდენი სისხლი დაგიკარგავს? ამ არემარეში უამრავი ყაჩაღია და ფრთხილად უნდა იყო. სამარიელმა ჯერ ფრთხილად მოსწმინდა კაცს სისხლი, შემდეგ ჭრილობა გაუსუფთავა ზეთით და საგულდაგულოდ შეუხვია. შემდეგ მან ეს კაცი ვირზე შესვა. სასტუმროში წაიყვანა და იზრუნა მასზე. მეორე დღეს სამარიელმა ფული მოიღო და სასტუმროს მეპატრონეს მისცა. თან უთხრა: ახლა მე უნდა წავიდე, მაგრამ გთხოვ, ამ კაცს კარგად მიხედე. როცა დავბრუნდები, თუ ზედმეტი დაგეხარჯება, აგინაზღაურებ. ამ ისტორიის მოყოლის შემდეგ იესო ამ რჯულის მცოდნეს, რომელმაც პირველმა დაუსვა მას კითხვა, უთხრა: ამ ამბავში სამი ადამიანია, მღვდელი, ლევიანი და სამარიელი. შენი აზრით, რომელია იმ კაცის ნამდვილი მოყვასი, რომელიც ყაჩაღების ხელში ჩავარდა? ის, ვინც წყალობა გამოიჩინა და დაეხმარა მას, სამარიელი. სწორია, ახლა წადი და შენც ასე მოიქეცი. რჯულის მცოდნეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იესოს სიტყვებმა და ჩაფიქრებული გაბრუნდა უკან.